არის შეჯიბრი არავინ გადის ფინალში გამოიწერება ჩუ შვიჯერი ხუმრებს გვირაში გამარჯობა, ეს არის ბაჩუს არხი, გადაცემა 7 ხუმრობა. მესამე ეპიზოდს ვწერ ახლა. მადლობა ვინც წინა ეპიზოდები ნახეთ, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, კომენტარები დაწერეთ. ვისაც არ გინახავთ, აი ამის ყურებას რომ მორჩებით, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ამ გადაცემას ჯერჯერობით სამწუხაროდ YouTube რეკომენდაციები არ წყალობს. ამიტომ არის საჭირო ლაიქები და კომენტარება, არხის გამოწერა, რომ სხვა ადამიანებსაც ამოუგდოს. ხო, მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აქტიურობა, კომენტარებში დამიწერეთ რა თემაზე ვიხუმრო, ერთ-ერთ მათგანს ამოვარჩევ და მაგ თემაზე დავწერ. ვიდეოს შეგნებულად არ გამოვაჩენ, მოდი მარტო ხმას მოვუსმინოთ. ვიდრე ყავას ჩამოვისხა, მოგიყვები რატომ უნდა ისარგებლო კრედო ბანკის ციფრული მოიცა, არ ჩამოასხა ერთი წამით. სანამ ჯიგარსონა ყავას ჩამოასხამს, 2-20 სიტყვით გეტყვით რეკლამის შესახებ. რეკლამა არის კომპანიის ან რაიმე პროდუქტის ადვოკატი. ცუდ მხარეს მალავს და კარგ მხარეს აჩენს. აი ამ შემთხვევაშიც ამ საყვარელ ბანკსაც ყავს თავისი ადვოკატი. ოღონდ სახაზინო ადვოკატი. აბა ამ საქმეს თავისი ნებით რომელი ადვოკატი მოკიდება ხელს. ბანკის რეკლამა ჯიგარო. ანდა ჩამოასხა. კაი ჩამოსხმა იყო რა. სტუდენტური დასაქმება. მოდით ჯერ კატეგორიები ჩამოვთვალოთ, რატო ვაბარებთ უნივერსიტეტში და სტუდენტურ დასაქმებამდეც მივართ. ბიჭების დიდი ნაწილი იმიტომ ვაბარებთ, რომ ჯარში არ წავიდეთ. ასევე დიდი ნაწილი მშობლების დაჟინებული თხოვნით ან მოთხოვნით. მერე რო თქვან, ჩემი შვილი უმაღლესში სწავლობს. გერმანიაში რო წავიდეთ სტუდენტური დასაქმებით. ზოგიერთი იმიტომ ვაბარებთ, რომ ცოდნა მივიღოთ და ჩვენი პროფესიით შევძლოთ მუშაობა. მაგრამ ცოდნის მიღებას ფული ჭირდება. ამიტომ სანამ ცოდნას მივიღებთ, მანამდე გვიწევს მუშაობა, რომ ჩვენი განათლება დავაფინანსოთ. აი მივედით სტუდენტურ დასაქმებამდე. სტუდენტური დასაქმება საქართველოში ეს ნიშნავს სწავლის ფულს ვიხდი, მაგრამ ლექციებზე ვერ დავდივარ. წარმოიდგინეთ რა სიგიჟია ჩააბარე რომ გესწავლა, მუშაობა დაიწყე რომ სწავლის ფული გადაგეხადა და ვერ დადიხარ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ სწავლის ფული გადაიხადო, რომელსაც ვერ სწავლობ. ვისი ბრალი? აი, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ასე ნაწამები სტუდენტებიდან მცირე ნაწილი იშოვის ფულს, გააკეთებს რამე მსგავს ბიზნესს და სტუდენტებზევე იძიებს შურს. ამუშავებს 2 კაპიკად, აბა მე რომ მუშაობდი, კაი იყო? ამ თემაზე უნდა ამოიღოთ ხმა ლექტორებმა და რექტორებმა. სამსახურის დაკარგვას რო აპროტესტებთ მარტო. ასე. ისა ეს თემა უფრო გადაცემა 7 პრობლემას მოუხდებოდა. მაგრამ არაფერზე ხუმრობას პრობლემაზე ვიხუმროთ ჯობია. TikTok-ზე გაიჩნდა ერთი ინგლისელი ტიპი, რომელმაც თქვა, რომ მანჩესტერი თუ ZDZ 5 თამაშს არ მოიგებს, თმას არ შევიჭრი. ამ ტრენდს ბევრი აყვა საქართველოშიც, რაღაც ამბებს ამბობენ, ეს თუ არ მოხდება თმას არ შევიჭრი, ეს თუ არ მოხდება თმას არ შევიჭრი. მოდით ნახოთ ესეთი ნომერი. ქართველი კონტენტ კრეატორი მივიდა ფსიქოლოგთან, კონტენტები გამომელია და აი ამ ბიჭს მინდა მივბაძო. ახლა ისეთ რამეს გეტყვი მე რო არ შემეფერება ჩემი ინდივიდი კვდება პლაგიატი მეფერება სხვისი კონტენტი ავიღე ამ ბოლო დროს ისე მიჭირს რასაც სიტყვის თუ არ მოხდა ამის გამო თმას არ იჭრის ბიჭო კაი იდეა ცუდია რო დაგვასრო ჩვენ ისეთი პონტი გვინდა ახლა მაგას გაასწრო
იმერელი კრეატორი რას ქვია რო შეიჭრა ისეთ რამეს მოვიფიქრებთ მარას რო შეიჭრა კრეატორო ყური მიგდე ნერვებს რატო აყევი ყურადღებით მომისმინე ინსტრუქციას გაყევი ოხუისტი უნდა იყო შედეგზე არ დარდობდე უნდა იყო მასხულია და ასეთებს ამბობდე სანამ ორი წიგნიდან გამოვიტან აზრს არ შევიჭრით მას არ გავიღებ ხმას სანამ ჩემი ვაშკაცობით გადავლახა მთას არ შევიჭრით მას არ გავიღებ ხმას სანამ არ დავემსგავსებით დაზე მეტად ძმას არ შევიჭრით მას დავიწრილებ ხმას ანდა ესე შეგვიძლია სულით ხორცით ნაგლობდე ბანკის ბოსი უნდა იყო ამ პროჭობებს ამბობდე ჩვენ საყვარელ მომხმარებელს არ გავაძრობთ ყავს არ შევიჭრით მას არ გავიღებ ხმას სამწუხაროდ დრო ამოიწურა და შემდეგ სეანსზე გელოდებით მანამდე ბაჩუ გამოიწერეთ მოდით ცოტა ტრენდს ავყვეთ. გამოვიშვი კითხვები. ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ იმედი გაიყიდა თუ ერთიანდება თესეუ და ესტეუ. ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ იმედი გაიყიდა. ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ იმედი გაიყიდა თუ სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე თუ დებატები იმედზე. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე თუ გია ჯაჯანიძის და ინგა გრიგოლიას ახალგაზრდობა. არა, ისიც კაია, გია ჯაჯანიძე და ინგა გრიგოლია, მაგრამ სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე თუ საქართველოში 6 წელზე მეტი წლის ავტომობილის შემოყვანა აიგრძელება. არა, უდაოდ საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანის შემოყვანა აიგრძელება იყოს. მოიგო? გამარჯვებული თემა იხილეთ შემდეგ ხუმრობაში. საქართველოში 6 წელზე მეტი წლის მანქანის შემოყვანა აიგრძელება. ამ თემაზე ბევრი ხუმრობა იყო ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ ერთს მეც შევეცდები. შემოყვანა აიგრძელება, გაყვანა არა, ანუ გაყვანა შეგიძლია. ანუ გერმანიიდან ჩამოყვანილი მანქანა შეგიძლია გერმანიაშივე დააბრუნო. თუ დაიბრუნეს. მაგრამ დადებითად თუ შევხედავთ, მანქანა შეიძლება ვერ გავყიდოთ, მაგრამ გერმანიას მაინც ვნახავთ. მოდით ბოლო ორ ხუმრობას მანსანკანის სტილის ხუმრობებს გეტყვით, რო არ დამავიწყდეს საიდან მოვდივარ, მოკითხვა მანსანკანელებს. სანამ ხუმრობებზე გადავალ, გეტყვით, რომ გაზაფხულზე იუმორის არჩევნებს ბაჩუზე აუცილებლად დავაბრუნებთ რაღაც სახით მაინც. მანამდე რამდენიმე სიტდაუნსაც ჩავწერთ. ახლა კი გადავიდეთ ხუმრობებზე. ჭიათურის მერი ძალიან გავს საკუთარ ქალაქს, რაც ზემოთა, ორი იმდენი ქვემოთა. ლადო კახაძის გამონათქვამებს რო დაუჯეროთ, ძალიან ბევრ რამეს არ უნდა დაუჯეროთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ვინც აქამდე უყურეთ გადაცემას, ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა რა თემაზე მქონდეს შემდეგ გადაცემაში ხუმრობა. დროებით. კარარი შეჯიბრი არავინ გადის ფინალში გამოიწერე ბაჩუში ჯერი ხუმრებს კვირაში